1962 წლის 12 ივნისის დილას სან-ფრანცისკოს ყურეში მდებარე ალკატრასის კუნძულზე სამი პატიმარი, ფრენკ მორისი, ჯონ ენგლინი და მისი ძმა კლარენსი ციხიდან გაიქცა. ერთ-ერთი დიდი შემოწმებისას ისინი პასუხს არ აბრუნებენ, ამიტომ ცველი მიდის და მათ საკნებს ამოწმებს. ხედავს, რომ სამივე საწოლში წევს, მიდის ფრენკის საკადთან და ხელკეთს თავზე ფსუბუქად ურტყამს. მისი თავი კი ძირს ვარდება. ამ ცვლილს ცხოვრებაში ყველაზე დიდი შოკი ჰქონდა. ალბათ ეგონა რომ კაც თავი მოოძრო, მაგრამ სინამდვილე ის იყო, რომ სამივე პატიმარი გაქრა საგნიდან და მათ ადგილზე ადამიანის თავის ზომის საკმაოდ დამაჯერებელი ხელნაკეთი ქაღალდის თავები დატოვეს. მაშინვე ქაოსი დაიწყო. პატიმრები გაუჩინარდნენ, მაგრამ როგორ შეძლეს მათ ამ მაქსიმალურად დაცული ციხიდან გაქცევა? აღმოაჩინეს, რომ კიდევ ერთ პატიმარს, ალენ უესტს, ასევე ჰქონდა ქაღალდის მასისგან გაკეთებული ყალბი თავი. უესტი აღიარებს, რომ გაქცევის გეგმაში მონაწილეობდა, მაგრამ დროულად ვეღარ გავიდა საგნიდან. შემსუბუქებული სასჯელის სანაცვლოდ თანხმდება გამომძიებლებს ზუსტად მოუყვეს, როგორ შეძლეს მისმა თანამისაკნეებმა შეუძლებელი. საოცარი რომ ამ სამმა კაცმა საერთოდ შეძლო ციხის კომპლექსიდან გამოსვლა. ალკატრას ქვეყნის ყველაზე დაცული ციხის რეპუტაცია ჰქონდა. ალკატრასში გვხვდება 6 საგუშაგო კოშკი და ეკლიანი მავთულხლართით შემოღობილი დაახლოებით 6 მეტრიანი ღობე. და თუ როგორღაც ამას გადალახავთ, წინ გელოდება სან-ფრანცისკოს ყურის ბნელი და მხელვარე წყლები. გამოიწერე არხი. ფრენკ მორისი და ენგლინის ძმები ალკატრასში გაქცევების უკვე არსებული ხანძლივი ისტორიით მოვიდნენ. ფრენკ მორისი პროფესიონალი დამნაშავე იყო, თან ძალიან კარგი თავის საქმეში. 13 წლიდან სისტემაში შედიოდა და გამოდიოდა ძირითადად ძარცვების ბრალდებებით. იგი იმდენად წარმატებული გაქცევის ოსტატი იყო, რომ ზოგი ციხის სისტემის ჰუდინს ეძახდა, რადგან ალკატრასამდე არაერთი დაწესებულებიდან ჰქონდა წარმატებით დაღწეული თავი. ჯონი და კლარენს ენგლინები ფლორიდა ჯორჯიის რეგიონიდან იყვნენ. ისინიც პროფესიონალი დამნაშავეები იყვნენ. ოჰაიოში ბანკის სათამაშო იარაღით გადარჩეს. მაგრამ ალკატრასში იმით გადაიყვანეს, რომ ლევენვორთის ციხიდან გაქცევას ცდილობდნენ. თუმცა ალენ უესტის ჩვენების მიხედვით, სწორედ უესტი იყო გეგმის მთავარი ორგანიზატორი. ასევე უესტის თქმით, პირველ რიგში საგნებიდან გამოსვლის და უკან მდებარე ტექნიკურ დერეფანში გადასვლის გზა სჭირდებოდათ. ალკატრასის საგანში ცოტა რამეა. ერთ-ერთი ნიჟარის ქვემოთ არსებული ჰაერის სავენტილაციო ღიობია. ნაგებობის დაზიანებისა და მარილიანი წყლის მიერ ბეტონზე მიღებული ზიანის გამო, მათ შეძლეს კოოზებისგან ინსტრუმენტების დამზადება და უბრალოდ ბეტონის გაფხიბვა. სავენტილაციო ღიობის ირგვლივ ისინი ღამით მორიგეობით მუშაობდნენ, იცავდნენ ერთმანეთს და ცდილობდნენ თავიანთი ნამუშევარი დაემალათ. რადგან სავენტილაციო ღიობებს აბართოვებდნენ, უბრალოდ ხვრელებს ვერ დატოვებდნენ საგნების უკანა მხარეს. უესტმა თავისი საპატიმრო სამუშაო და მწვანე საღებავი მოიპარა და სხვებს აჩვენა თუ როგორ შეიძლებოდა ღიობის მოხსნისას ირგვლივ ხელახლა გადაღება. ეს დიდ მოთმინებას მოითხოვდა, რადგან მცველები საათობრივ შემოწმებებს ატარებდნენ. შემდეგ დაიწყეს ქაღალდის მასისგან სავენტილაციო პადეების დამზადება, როგორც ხვრელების საფარი. თუ საგნიდან შეხედავდით, დაახლოებით 3 მეტრის დაშორებით ჩვეულებრივ ნამდვილ პადეს გავდა. მორისმა და ენგლინებმა პირველად გაიარეს ხვრელში და ტექნიკური დერეფნით საგნების ბლოკის თავზე ავიდნენ. მილებზე ასოცდნენ და იმ სახურავის სავენტილაციო შეისწავლეს, რომელიც უესტმა გაქცევისთვის შეარჩია, მაგრამ ამავდროულად იქ პრობლემას წააწყდნენ. სავენტილაციო ღიობი ხრახნებით იყო დამაგრებული. პატიმრებს კვირები და თვეებიც კი დასჭირდებოდათ, რომ ხრახნი დაეზიანებინათ და სახურავზე გასასვლელი გაეხსნათ. ამასობაში ყოველ ღამე მცველების შემოწმებებს აწყდებოდნენ. იმისთვის რომ მცველები დაერწმუნებინათ თითქოს ისევ საგნებში იყვნენ, მათ საწოლებისთვის ყალბი თავები შექმნეს. ეს ყალბი თავები ყველაფრისგან მზადდებოდა, რაზეც კი ხელი მიუწვდებოდათ. ქაღალდის მასა, საპონი, ცემენტი და ასე შემდეგ. დასასრულებლად კლარენ ენგლინმა საპატიმროს საპარიკმახეროდან ადამიანის ნამდვილი თმები აიღო და ყალბ-თავებზე მიაწება. ყალბი-თავები მათ აძლევდა დროს საგნებიდან გამოსულიყვნენ. ხრახნი მოეხსნათ და სახურავზე გასასვლელი გაეხსნა, მაგრამ შენობიდან გასვლამ გეგმის მხოლოდ ნახევარი იყო. მათ ნაპირზე გადასვლის გზაც უნდა მოეფიქრებინათ. გაქცეულებმა გენიალური იდეა მოიფიქრეს. საპატიმროს წვიმის მოსასხამებისგან გასაბერი ტივი და რამდენიმე სამაშველო ჟილეტი გააკეთეს. ჟურნალ პოპულარ მექანიკს რომ ათვალიერებდნენ, არა მხოლოდ გაარკვიეს, როგორ დაემზადებინათ ხელნაკეთი ნავი, არამედ წყალგამძლე წებოთ შექმნეს, რომელიც წყალში ყველაფერს შეკრავდა. მათ ხის ნაჭრებისა და ფანერებისგან მიჩვევი დამზადეს. ეს მასალებიც დიდი სირთულით ციხეში იპოვეს. ასევე მოიპარეს ხელის გარმონი და მას ჰაერის ჩასაბერი მოწყობილობის მსგავსად იყენებდნენ, რათა ეს თვითნაკეთი ტივი გაებერთ. დაახლოებით ღამის საათზე ფრენკ მორისმა, ჯონ ენგლინმა და მისმა ძმამ კლარენსმა თავიანთი თვითნაკეთი
ტივი სან-ფრანცისკოს ყურის საშიშწყლებში ჩაუშვეს და მას შემდეგ ისინი აღარავის უნახავს. მეორე დილით, როცა გაირკვა, რომ პატიმრები გაუჩინარდნენ, მთავარი კითხვა პატიმრებს შორის, მცველებს შორის და ბოლოს საზოგადოებაშიც იყო მოახერხეს თუ არა გაქცევა, ან გზაში ხომ არ დაიღუპნენ. საქმეში FBI ჩაერთო და მასშტაბური ძებნა დაიწყო. გამომძიებლების საუკეთესო წყარო ისევ ალკატრასის კუნძულზე საკანში იჯდა. ალენ უესტი უკვე იდენტიფიცირებულია როგორც მეოთხე გაქცეული. უпростоრად ის, ვინც უნდა გაქცეულიყო, მაგრამ ვერ მოახერხა. მას აქვს ქაღალდის მასის თავი და სავენტილაციოზე დამაგრებული ყალბის საფარი, რაც ამას ადასტურებს. მას შემდეგ, რაც უესტის საკნების ბლოკიდან გასვლის გონიურულ გეგმას აღწერს, იგი ამხელს გაქცევის დაგეგმილ მარშრუტსაც. სან-ფრანცისკოსკენ სამხრეთით დაახლოებით კილომეტრი ნახევარის ნაცვლად ისინი ჩრდილოეთით დაახლოებით 3 კილომეტრს გაივლიდნენ ანხელის კუნძულისკენ. შეიძლება ბევრისთვის უცნაურად ჩანდეს თუ რატომ უნდა წასულიყვნენ ჩრდილოეთის სხვა კუნძულზე, მაგრამ მათ ამაზე უკვე ნაბეჭდი ჰქონდათ. ხალხმრავალ ადგილას ციხის ფორმით ადვილად იცნობდნენ ან შეამჩნევდნენ. იმ დროს ანხელის კუნძულზე კი მდებარეობდა სარაკეტო ბაზა, რომელიც დახურის პროცესში იყო, რაც სამ ძებნილ კაცს გარკვეულ უპირატესობას აძლევდა. ბაზა ფუნქციას წყვეტდა და იქ იშვიათად მოძრაობდა ხალხი. შესაძლოა იქ ნავების ყოფილიყო, რომლითაც მატერიკზე გადავიდოდნენ. ამ შემთხვევაში მატერიკი სან-ფრანცისკო კი არა, მარინის ოლქი იყო, ანხელის კუნძულიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით მხოლოდ 400 მეტრში. მარინში ჩასვლის შემდეგ, ალენ უესტის თქმით, გეგმა მანქანის მოპარვა იყო. გაქცევიდან რამდენიმე დღის შემდეგ ანხელის კუნძულის ირგვლივ წყლების შემოწმებისას გამომძიებლები მნიშვნელოვან მტკიცებულებას პოულობენ, რომელიც უესტის ჩვენებას ემთხვევა. ნაპოვნი იყო ჰერმეტული პაკეტი, გაკეთებული რეზინის წვიმის მოსასხამებისგან, ამიტომ წყალი შიგნით ვერ შედიოდა. და ადასტურეს, რომ ეს ენგლინების იყო. შიგნით ენგლინების ოჯახის წევრების ფოტოები და პირადი ნივთები იყო. ასევე აღმოჩინეს თვითნაგეთი ხის ნიჩაბი, ზუსტად ისეთი, როგორიც უესტმა აღწერა. 1979 წლის 31 დეკემბერს გაქცევიდან 17 წელზე მეტი ხნის შემდეგ FBI ოფიციალურად ხურავს საქმეს. საქმე გადაეცემა ამერიკის შეერთებული შტატების მარშალს იმ შემთხვევაში, თუ ახალი კვალი გამოჩნდება. საქმე გაჩერებული რჩება 2003 წლამდე. ამერიკის შეერთებული შტატების მარშალი მაიკლ დაიკი წყვეტს, რომ ეს ცნობილი ისტორია კიდევ ერთხელ გადაამოწმოს და ნახოს შეძლებს თუ არა რაიმე ახალის დამატებას. და დიდი ხანიც არ ჭირდება, სანამ სამთავრობო დოკუმენტებში დამაჯერებელ მტკიცებულებას აღმოაჩენს. მაიკლ დაიკი მარინის ოლქის პოლიციის არქივებში ბრუნდება და პოულობს ცნობას მოპარული მანქანის შესახებ. 1955 წლის ლურჯი შევროლედი, რომელიც სწორედ იმ ხომეს იყო მოპარული, როცა კაცები გაიქცნენ. თვითმხილველმა, რომელმაც მანქანა პირველად ნახა, თქვა, რომ შიგნით 3 კაცი იჯდა. იმ დროს ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან გაქცევა ჯერ საჯარო ცნობილი არ იყო. შემდეგ დაიკი კიდევ ერთ პოლიციის ანგარიშს პოულობს, კალიფორნიის ქალაქ სტოქტონიდან, მარინის ოლქის თითქმის 160 კილომეტრის აღმოსავლეთით. მანქანის მოპარვიდან რამდენიმე საათში სტოქტონში ერთმა კაცმა განაცხადა, რომ გზიდან გადააგდო ლურჯმა შევროლეტმა, რომელსაც 3 კაცი მართავდა. მოგვიანებით, როცა იგივე ლურჯი მანქანა კვლავ დააფიქსირა სტოქტონის სიახლოვეს, ისევ 3 ადამიანით. ამან უკვე ეჭვი გააჩინა. თუ მტკიცებულებებს დავუჯერებთ, კაცები შეძლო მართლაც გადაურჩნენ ყურის ყინულებითი ცივ წყლებს და გეგმის მიხედვით ანხელის კუნძულზე მიაღწიეს. ფრენკ მორისსა და ენგლინის ძმებს შესაძლოა მართლა გამოვიდათ. ეს ისტორია აზარტულია. წარმოიდგინე მიუდგომელი ციხე-სიმაგრე, მაქსიმალური უსაფრთხოების დაწესებულება და 3 კაცი, რომლებმაც გამოსავალი იპოვეს. მთელი ცხოვრება ციხეებს შორის ტრიალებდნენ, მაგრამ გამოიყენეს ის, რაც სულთა ჰქონდათ. გონება მოხერხებულობა და რაც ციხეში მოიპოვებოდა. დაუპირისპირდნენ კანონს და შეძლეს გამარჯვება. მათი ცხედრები არასოდეს უპოვიათ, მათი სიკვდილის მტკიცებულებაც არა. ეს ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი დიდი საიდუმლოა და ყველას იზიდავს, რადგან ადამიანებს უყვართ, როცა სუსტ მხარეს გამარჯვება ხდება.